ნეიროიმპულსური თერაპია, პლანეტარული თერაპია და სხვადასხვა ვარიანტები, რომლებსაც ჩვენ შეხვედრებზე ვასრულებთ და ვანვითარებთ, უზრუნველყოფს ადამიანს და აძლევს იმის საშუალებას, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს ყოველგვარი ზედმეტი რეჟიმის დაცვის, რაღაც განკვეთილ ჩარჩოებში ჩასვლის გარეშე, არავითარი დიეტა, აკრძალვები აქ არ არის საჭირო, საკუთარი ფსიქიკის გაცოცხლება, კოსმოსთან შეერთება, იმ სხვადასხვა ღილაკების ჩართვა, რომელიც ადამიანს თავიდანვე დაჰყვება და რომელსაც ის არ იყენებს. ყველა ადამიანს უზრუნველყოფს ინდივიდუალურ განვითარებას, ყველა ადამიანში მისი რეზერვების კონკრეტულად მისთვის, მის დიაპაზონში, მისი განვითარების სიგრძეში არსებული შესაძლებლობების განვითარებას, სიახლეების შემოტანას კოსმოსიდან და სრულად აღარ არის ხოლმე საჭირო იმ ძველი დაშტამპული მიმდინარეობების მიყოლა, რომელიც დღეს ასე გავრცელდა და ყველას ატენიან თავში ამ რაღაცა 5000 წლის წინ ვიღაც ხალხების მიერ ნაცხოვრებდა გავლილ ეპოქებში ასე მიღებულ რაღაც ეგრე აბსტრაქტულ ცოდნას, რომელიც იმ საზოგადოებისთვის, იმ ხალხისთვის იყო მაშინ მიღებული და კოსმოსიდან ასე ვთქვათ გახსნილი. სულაც აღარ არის ეგ საჭირო, იმიტომ რომ 22 საუკუნე მოდის უკვე საცაა და ადამიანს ყოველწუთიერად შეუძლია კოსმოსიდან იმდენი სიახლე მიიღოს, იმდენი, რომელსაც მანამდე შეიძლება მრავალი 1000 წლის განმავლობაში ვერავინ ვერ ღებულობდა. თუნდაც ამის მაგალითი არის, რომელიც მე ძალიან ბევრი რაღაცა შემოვიტანე კოსმოსიდან, ისეთი, რომელმაც სხვადასხვა ისეთი დაავადების მორჩენის შესაძლებლობა გააჩინა ადამიანებში, რომელიც რამდენიმე დღეში იკურნება რამდენიმე 1000 წლოვანი განუკურნებელი დაავადებები. ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, ხო, რომ ადამიანმა რაღაც გარკვეული განვითარების დიაპაზონში მოახერხოს ეს, რომ კოსმოსიდან და თავისი რეზერვებიდან, ამ ყველაფრის სინთეზიდან, კავშირიდან რაღაც ისეთი გამოიმუშაოს, რაღაც ისეთი შექმნას, რომელიც მანამდე არ იყო, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ადამიანებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ყოველთვის ამას ვურჩევ ადამიანებს, რომ ზედმეტად ნუ ჩახვებით ამ ძველ მოძველებულ ნაფტალინიან მიმდინარეობებს, დაშტამპულს, რომლებიც ვიღაცები რაღაცას მუდმივად უკრძალავენ, მუდმივად რაღაც იდეოლოგიურად თუ რაღაც ფსიქოლოგიურად ძალადობენ ამ ხალხზე, რომ ესეთი იყავი, კიდე თუ არა წყნარი იყავი, ის არ გააკეთო, ეს არა თქვა. რა თქმა უნდა, გარკვეული საზღვრები მაინც რაღაც გარკვეული დასაცავია ყოველთვის, მაგრამ მაინც ადამიანი უნდა ეცადოს, რომ თავის თავში არსებული რეზერვები გაააქტიუროს, რაც მეტნაკლებად ეკოლოგიურად მისი გამოვლინება მოახერხოს და გარკვეული ის შექმნას, ის პოზიტივი, ის გამოცდილება, კოსმოსის გამოცდილება, რომელიც ჩვენი სახით ხდება. ანუ ყველა ადამიანი კოსმოსის ინდივიდუალური გამოცდილებაა და ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ კოსმოსის ამაში. რადგან არ უნდა სასაცილო ჭრედეს. ამიტომ ყველას მივესალმები მე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ინდივიდუალურად ცდილობენ საკუთარი რეზერვების გამოვლინებას. ანუ რა თქმა უნდა რაღაც გზები გაიარო ამისთვის, იქ ისწავლო, იქ შეხედო სხვა როგორ აკეთებდა ადრე, ან დღეს როგორი ვარიანტები არსებობს, მაგრამ ყოველთვის უნდა აი საცეცებით ისიც მოძებნო, რაც მანამდე არ არსებობდა. და ამის შექმნას, ამის მცდელობებს ყოველთვის აქვს შედეგი, თუ ადამიანი არ გამოვა ამ გზიდან, ასე ვთქვათ. ხო და ასე სექტემბრის ბოლოდან გავააქტიურებთ კიდე შემდეგ ნაკადებს და ყველა ადამიანს ვუსურვებ, რომ ეს პერიოდი, თუნდაც ზაფხულის პერიოდი გამოიყენოთ ამის გააზრებისთვის, რომ მაინც და მაინც დაშტამპული მიმდინარეობები აღარ არის აუცილებელი, კოსმოსმა ის ძველ ხალხს უკვე თავის დროზე რაღაც გააცნო, იბათაც ამოწურეს უკვე თავიანთი თავი, გადაშენდა ის ხალხი, აღარ არის გავიდა 10000-ობით წელი და ესენი ახლა ისევ თავიდან იწყებენ იქ ძველში ჩაძრომას. ახალი შექმენი, ახალი გაცილებით პროგრესულია, გაცილებით პრაგმატულია და გაცილებით სასიამოვნოც არის ამ ყველაფრის პროცესში ყოფნა. ეს პროცესი გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე ძველი ვიღაცის გაყვალული გზების გავლა. ასე რომ გისურვებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას განვითარების გზაზე, ცხოვრების გზაზე და სულ კაი ამბებს თქვენს. აბა, თქვენიც